ძალიან საინტერესო პრემიერა გამოვიდა. დიდხანს ვიმუშავეთ. მადლობა მინდა უთხრა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კომპოზიტორს, ქავტონ გაბუნიას. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მისი თემები ძალიან სხვანაირად გაჟღერდა დღეს. აქ იყო სინთეზი დრამატული თეატრის მსახიობებისა და უკვე სცენის მომღერლებისა და სინთეზი იყო, მე იყო მცეკვა, ორკესტრის ცოცხალი შესრულება და ვფიქრობ, რომ პროცესი იყო საინტერესო, სანერვიულოც იყო. თამრიკოთი იწყება ეს ყველაფერი და საერთოდ აი ამ პროექტის ინსპირაცია. მაგრამ თითოეული მსახიობი, თითოეული მონაწილე, რომელიც აი ამ პროექტში არის დასში, აქ არიან რუსთაველის თეატრის მსახიობები, არიან მუსკომედიის, არიან მოწვეული ერთმანეთზე საუკეთესო და მე რაღაც განსაკუთრებული ბედნიერი დღეები და პერიოდი მქონდა საერთოდ აი ამ პროექტზე მუშაობის დროს, იმიტომ რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი და ამდენი რაღაც სიახლე, რომელიც ყოველ რეპეტიციაზე ხდებოდა. იმედი მაქვს, რომ სპექტაკლი იცოცხლებს, რადგან ხალხს ესე მოეწონა და მისთვის ესეთი ახლობელი ეს მუსიკა, ეს სურათი მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისი და მე მგონია, რომ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო სიყვარულზე, ეს არის სამშობლოზე, ეს არის ერთგულებაზე, ეს არის ღალატზე, ეს არის მეგობრობაზე, ყველაფერზე არის ეს სპექტაკლი. საერთოდ მოგეხსენებათ, პრემიერები მსახიობის ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები, დღესასწაულები და ეს ერთ-ერთი დღესასწაული ყოთა ჩემთვის ცოტა განსხვავებული. ვოდევილში პირველად ვითამაშე, ორკესტრთან ერთად პირველად ვიმღერე, თან ესეთი დონის მომღერლების გვერდით, თქვი კიდეც ხალხო, მე არა ვარ მომღერალი, ასეთი მომღერლების გვერდით და ეთქობა მაინც რაღაცა ბოლოს თქვი რომ ვიმღერებ. და მიხარია ყველაზე ძალიან ის, რომ აი ახალგაზრდება ხო არ იციან ეს როგორი იყო ძველი თბილისი, ეს ყარაჩოღელები, ეს ისინი რა ქვიან, მთელი კინტოები და ისინი ეს ახალგაზრდობა მარიცის და მიხარია, რომ აი ახალგაზრდობა ნახავს ამას და ჩვენ კი გავიხსენეთ ძველება ხა თლათ ჩემ დროს უკვე ეს ამბავი წასულიყო, მაგრამ აი ცოტა შემორჩენილი იყო ეს ძველი თბილისი. და ეს არის ძალიან მიხარია, რომ ამას დახავს ახალგაზრდობა და თითოეულ ბგერას ჰქონდა ჩემთვის ეს მნიშვნელობა, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო და მადლობა ღმერთს, რომ ვინც იღებდა მონაწილეობას თქვენი დახმარებით კიდე. უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ფონდ მესმას. იმიტომ რომ აი ყველა გვეხმარებოდა იმისთვის, რომ ეს სპექტაკლი გამოსულიყო და რა ვიცი, მე მგონი გამოვიდა.